გამარჯობათ. მე ვარ ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის ისტის მასწავლებელი და ამ ვიდეოში მსურს განახორდ Word 2007-ის ინტერფეისი. რამდენადაც ხედავთ, Word 2003-ისგან განსხვავებით 2007-ის ინტერფეისი საკმაოდ შეცვლილია. იგი შედგება სულ 7 ჩანართისაგან და თითოეულ ჩანართზე გადასვლა ხდება 1 წკაპის საშუალებით. ყოველ ჩანართში ინსტრუმენტები დაყოფილია ჯგუფებად. ცალკეული ჯგუფი შეიცავს ინსტრუმენტებს, მენიუს და დიალოგურ ფანჯარას. ამ შემთხვევაში Home ჩანართში გვაქვს სულ 1, 2, 3, 4 და 5 ჯგუფი. ყოველ ჯგუფს, როგორც ვთქვით, გააჩნიათ ინსტრუმენტები და გააჩნიათ დიალოგური ფანჯარა. დიალოგური ფანჯრის მომართვა ხდება ზუსტად ისევე, როგორც 2003-ის Word-ში. ყოველი ჩანართიდან ჩანართზე გადასვლა შესაძლებელია 1 წკაპის საშუალებით. ყოველი ჩანართი მოცემულია ბრძანებისა და მასზე ინსტრუმენტების დატანებით. ყოველი ბრძანების მაქსიმიზირება და მინიმიზირება შესაძლებელია მასზე ორჯერ დაწყაპუნებით და ასევე აღდგენაც შესაძლებელია მასზე ორჯერ დაწყაპუნებით. აგრეთვე შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან თუ გამოვიყენებთ ღილაკს მინიმიზირების. ამ შემთხვევაშიც მოხდება მინიმიზაცია, ხოლო როდესაც გვინდა ჩანართის აღდგენა მაქსიმიზირებისათვის, საჭიროა გამოვრთოთ ღილაკი. მარცხენა ზედა კუთხეში არსებობს სწრაფი წვდომის ინსტრუმენტები. თავიდან სწრაფი წვდომის ინსტრუმენტები შედგება მხოლოდ 3 ღილაკისაგან. თუ მომხმარებელს სურვილი გაუჩნდება ამ ღილაკების დამატებისა, ამისათვის საჭიროა შევიდებთ ამ პატარა სამკუთხედში ერთხელ დაწყაპუნებით და ჩამოიშლება ბრძანება. თუ მეორე ბრძანებაზე დავაწყაპებთ, გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ნებისმიერი ღილაკი დავამატოთ, თუნდაც ახალი დოკუმენტის შექმნით. უნდა დავაწყაპოთ მასზე, გავააქტიუროთ ღილაკი Add და შესაბამისად ეს ბრძანება გადავა მარცხენა მხარეს. თუ დავადასტურებთ OK ღილაკით, მაშინ ვნახავთ, რომ 1 ახალი ღილაკი დაემატება სწრაფი წვდომის ინსტრუმენტებს. ზედა მარცხენა კუთხის კიდეზე განთავსებულია მთავარი მენიუ. მთავარ მენიუზე თუ დავაწყაპებთ, ჩამოიშლება ბრძანებები. როგორც ხედავთ, ბრძანებები არის რამოდენიმე სახის. პირველი, ახალი დოკუმენტის შექმნა, არსებული დოკუმენტის გახსნა, დოკუმენტის კონვერტირება, დოკუმენტის შენახვა, შენახულის გადანახვა, ამობეჭდვა, იმეილით გაგზავნა, გამოქვეყნება და შესაბამისად დახურვა. თავიდან ზოლში 7 ჩანართია, როგორც ვთქვით, მაგრამ შეიძლება დოკუმენტზე მუშაობისას კიდევ რამოდენიმე ჩანართი გამოვიდეს. თუ მე დავაწყაპებ ჩემს დოკუმენტზე, თქვენ ხედავთ, რომ გამოვიდა 1 ახალი ჩანართი, Table Tools და შესაბამისად მან 2 ქვეჩანართიც გამოიტანა. ანუ ჩანართების რაოდენობა დოკუმენტზე მუშაობისას შეიძლება გაიზარდოს. ფანჯრის ქვედა ზოლში მოთავსებულია მდგომარეობის პანელი. მდგომარეობის პანელზე დატანებულია ინფორმაცია. პირველი ნაწილი გვიჩვენებს, თუ დოკუმენტი რამდენი ფურცლისგან შედგება. მეორე ნაწილი გვიჩვენებს, თუ რომელია აქტიური მათ შორის. შემდგომი გვიჩვენებს, თუ რა ენაზეა ეს დოკუმენტი. მდგომარეობის ზოლის მარჯვენა ნაწილში მოთავსებული ღილაკები გვიჩვენებს, თუ რა რეჟიმში მუშაობს ესა თუ ის დოკუმენტი.
რაც შეეხება კიდეზე არსებულ ღილაკებს, ეს არის მასშტაბირების ღილაკები. თუ მინუს ღილაკს დავაწყაბებთ, ჩვენი დოკუმენტი შეიცვლის ზომას და დაპატარავდება, ხოლო რაც შეეხება პლუს ღილაკზე დაწყაბებით, შესაბამისად დოკუმენტი გადიდდება. თუ კლავიატურიდან სწრაფ ღილაკებს ანიჭებთ უპირატესობას, აქაც გარკვეული სიახლეებია. თუ alt ღილაკზე თითს დავაჭერთ, თქვენ ხედავთ, რომ ჩანართების ზოლში გაჩნდა მიმთითებლები, ანუ თუ რომელ ჩანართში გვინდა მუშაობა, შესაბამისად იმ ღილაკზე უნდა დავაწყაბოთ. დაუშვათ გვინდა home ჩანართში მუშაობა. ამისათვის საჭიროა დავაწყაბოთ h ღილაკს და h ღილაკის დაწყაბების შემდგომ ისევ გამოვა შეტყობინების გამომტანები. ამ შემთხვევაში შეტყობინების გამოტანა ვრცელდება უკვე კონკრეტულ ინსტრუმენტებზე. გმადლობთ ყურადღებისათვის.